დღეს ორი სახარება, ორი სამოსკო დაეკითხეთ. ამიტომ ახლა ყველაფერს ვერ შევეხებთ, იმდენი საკითხებია იქ განხილული, მაგრამ პროექტში თომ მოწყულის შესახებ. ესე იგი, საოცარი პიროვნება თომ მოწყულის. როდესაც მაცხოვრებელს მოვიდნენ ბეთანიდან ახლობლები მართა მარიამისა და უთხრეს რომ ის ლაზარე ჩემი მეგობარი ავათარიო და მოდიო ეცე კი გარკვეულო და უფალმა თავი შეიკავა მაგრამ მერე გავიდა ორი დღე და თქვა წავიდეთო იქო მოწაფეებმა თქვეს რომ ცოტა ხნის წინ ქვები ჩაქოლოს გიპირებდნენ იქო და ისე მიდიხარო და ლაზარე მაცხოვრებელს თქვა რომ ლაზარე მიიძინაო თუ მიიძინა ხო აიგვიძებსო არა ლაზარე მოგდა და მithumetes ხარ რა მაგრამ აი ამ დროს თომა მოწყო გამოვიდა და ამასო დავიდე შენთან ერთად და ჩვენ შენთან ერთად მოვგდეთო აი როგორი იგი ხურალი აქ სიტყვა და სიყვარული უფლის მიმართ აი ამ ხურალი სიყვარულმა მე წენა გამოიწია როცა სხებს გამოიცხადა უფალი და თომა არ იყო იქ რატო არ იყო არ ვიცით და არ ვირწმუნებო სანამ არ ნახა მე თვითონ აღდგომილს ქრისტესო რა ურწმუნება არის ხო მუხარ ურწმუნება მაგრამ მიზეზი ამ სიტყვების თქმის რა არის არ ვირწმუნებო სანამ არ ვიხილავო რომ ისე უყვარდა უფალი რომ რადგან გული ეთკინა რომ არ უნახავს და ითხოვა რომ გამომეცხადეო რა აღდგომილი გამომეცხადეო მეც გავიხარო აი ხანდახან როგორ არის ერთი მზათო შედა მოგდე და ეხლა კიდე საყვედურობს და რატო მე არ ვიყავი და მაშინ მოხვედი და ახლა ითხოვს ასპეტენზე თუ ჩემთან მაგრამ ჩვენ გვერდთან გავიწყებო რომ ამ ყველაფერს უკან მაინც დგას სიყვარული და რწმენა საიდან ჩანს ეს რომ როცა მაცხოვრი გამოიცხადა იმ მოციქულებს დახშულ კარში და აღთქმა მისცა რომ მოგიოთ სულით მიდას თქვენ და მიიღეთო მომავალში რა ვიცით რომ 40 დღე რომ უფალი ცხადებოდა შემდეგ 10 დღის შემდეგ 50 დღეს მეუვიდა სულით მიდა მოციქულებს და მიიღეთო სულით მიდა შეებერაო მათ და ვისაც მიუტეთ მიეტევებოდა ვის არ მიუტეთ არ მიეტევებაო ამაში განსხვავება მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი ეს სექტები რაც არიან ისინი ამას არ ცნობენ რას ასწავლენ უფალმა რაც მიიღეთ სულით მიდა და ვისაც მიეტევებოდა ვის არ მიეტევ არ მიეტევა ანუ ეს ძალაუფლება მიტევებს რომ მარტო ღმერთს აქვს უფალმა მისცა მოციქულებს ესენი მოციქულებს გამოდიან არა თითნებული არ შექმნილი იმას ეს ლუთერმა შექმნა ეს რა ქვია რასელის თუ ვიღაცა ხო ჩარლზ რასელმა და ასე შემდეგ ხო ყველა თავისი არიან კიდე სხვადასხვა ანგლიკანური ეკლესია საერთოდ მეფემ შექმნა ენრიხ მერვემ რატო გაუწყე პაპს რომის პაპს და აღარ მინდიხარ რომ მე ჩემსაც შევქმნია დამოუკიდებლობის ეკლესიას როგორ ეკლესია ღვთის ხალხი არის ეკლესია უფალმა შექმნა ადამიანი როგორ შექმნა ახალ ეკლესიას იმათ შეიძლება საკრებულო შეიძლება შექმნა მან უმადლო მაგრამ ის უფალია საკრებულო კრება რომელიც უფალს არ შექმნია იქ მადლი არ არის ამიტომაც ეს ყველა ნებისმიერ სექტორს აიღოთ
ცოლის მიტევებაზე არ შეუძლება. ხელი აღმართ ითხოვდა გაგხსნას. აბა მაცხოვრე ისთვის მისცა ეს ძალაუფლება. მიიღეთ სულწმინდა, ისეთ მიიღეთ მიეტევება. სულწმინდის გარეშე მიტევება არ მოხდება. ამიტომაც ხელდასხმა იღებს სათავეს მაცხოვრისგან მოწაფეებისა, თავის მოწხულისგან, მოწხული თავის მოწაფეებს და დღემდე მოდის უწყვეტად ეს ხელდასხმა. მაცხოვრის ხელდასხმა. ეს გადმოგვიყვება ჩვენ უფლებას სახურებისა. და ჩვენი პირადი ცოდვები ჩვენ უამეს ვაშუქებთ ჩვენ თავს უშუალოდ პირველ რიგში. მაგრამ ეს მადლმოსილება ეს არის მთავარი და მოხდა რომ თომა არ იყო ესე იგი რა უფალმა უთხრა მიიღეთ სულწმინდა თომა იქ არ იყო. აი კიდე რა ეწყინა. რომათ ესეთ ხეს ესე გითხრაოდა. ახლა თომაშობა მეც მინდა რომ ეს მოხდეს. აი სიყვარულოდ აღმატებულს ითხოვს ყოველთვის. და სიტყვები რაც მან თქვა მათხოვს არ ყოფნისას რომ სანამ არ ვიხილაო სანამ ნახავ მის ჭირობს არ ნახავო სანამ ხელს არ დავდებ მის ჯაგრის გვერდზეო მან ვერ ვიცი ანუ ფიზიკურად უნდა დავწუნდე ნახო შევეხო ანუ უფალი ხო ვერ ხედავენ უფალს და უფალი ყველგან არის აიტო როცა თომა არის მათხოვი ცხადება და ეუბნება მოდი იხილეო და აი ჩემ საშუალით და დამშვალ ხელები და შენი ხელი მოიღებ და შეეხე ჩემ გვერდსო აი ეს საკმარის იყო თომასის კი არა დაიწყო შემოწმება არის და დაემხო და თქვა უფალი ჩემი და ღმერთი ჩემია აი ამას ითხოვდა რომ უფალს მისთვის ეთქვა რომ განსაკუთრებულად მე ხო როგორ მიყვარხარ და შენს ხო გიყვარ ვარო და ორ ხრივ სიყვარული გინდა რომ იყოსო ეს არის საფუძველი და მაგრამ მაცხოვრას ეუბნება ნუ ხარ ურწმუნე ანუ თქო მორწმუნეო რომ შენ რაც მოითხოვე ისგოთ გენახა ეს ეხლა ხდება მაგრამ საუკუნის მანძილზე მეოთ მოსლამდე ჩვენ როგორ ვიხილავთ ქრისტეს ხოთო მისი მადლის მოქმედებით წმინდათა ცხოვრებიდან მის მიდაცის გამოიცხადა რწმენას მაგაშია რომ თუ ჩვენ გვწამს რომ ახალებს წერია და გვწამს წმინდათა ცხოვრებაში აღწერილი ყოველდღე გამოცხადებები ხადია უკვე საკმარისი არის ჩვენთვის ეს მაგრამ ჩვენ მეტი გვეძლება როდესაც ჩვენ ჭეშმარიტად წვენით ხარ უფლის გზაზე დგეხარ ჩვენ ვზობ ღვთის შეწევნას რაში ცოდვაზე ძლევას შეწევნას ყველაზე მთავარი ეს არის იმიტომ რომ საშუალოში ვერ შევა არაწმინდა და უფალს უნდა რომ ერთობა იყოს მისი ქმნილება თავის შემოქმედთან ერთობაში იყოს მარადიულ ცხოვრებაში და ამიტომაც მოვიდა უფალი რომ ცოტა მიტევება მისის ადამიანს სულწმინდის მადლით ანდლებს ამას და ჩვენც ამიტომ ვისწრაფეთ უფლისაკენ რომ მიტევება ცოტა მივიღოთ და უფალშო გემსგავსოთ უფალი მართალია უფალი წმინდაა ესე ჩვენ ამას ვიტყავთ როცა ჩვენ მაგიო ჩვენ ცოდებს და შენდობას ვიღებთ რომ უფალს ვახლოვდებით აი ეს ცოცხალი ურთიერთობა უფალთან რწმენით ხდება ამიტომ თომას ეუბნება რომ იყავი მორწმუნეო და ახლა მეორე საგრძში ვეხებით და ისიც კავშირში ამასთან მოისმენ პავლე მოციქულის ეპისტოლე და ამბობს რომ ვიცი კაციო რომელიცო არჩი სხეულითო თუ უსხეულოთო აღტაცებული მესამე ზეცამდეო
და ვიცი ხილოთ იყო, მაგრამ იქო ისეთი რამ იხილაო წინვალება, ნეტარება, გალობა, აღუწერელიო. ადამიანს ენით ვერ გადმოსცემ ამასო. მაგრამ გასამოსო ალბათ თავისთავზე ამბობს, მაგრამ არასახელზე მე ვიყავი ეს კაცი, მე ვარ ეს კაცი. მაგრამ შინაარსით მე ასწვება, რომ მე არ ვამაყობ იმითაც მე გამიკეთებია. ჩემი სიმდაბლით ვიამაყებო. ჩემი ტკივილებით ვიამაყებო მე. რომ რათა ძიმე ტკივილი ქონდა და სამჯერ თხოვე უფალსო. თუ გამათავისუფლე ამ ტკივილისგანო და თქო გეყოფო შენთვის მოცემული მადლიო და ეს ტკივილი მოცემულია რომ ამ პარტნიორებს არ ჩავარდეო. დასამდაბლებდათო. ამიტომ მოწყვილი ამჟო აი ამით ვიქებ ჩემ თავსო რომ ეს ტკივილი მაქვს. რატო ღვთისაგან მიიღო პასუხი. აი ეს ცოცხალი კავშირი მორწმუნე ადამიანს უფალთან, ვინდანებთან, ძალას გვაძლევს ჩვენ ბევრი გასასვლელი დავზიოთ. საკუთარ თავსაც მოვერინოთ ხოლმე. და შეძლოთ გასასვლელში სიმშვიდის შენარჩუნება. შეურაცხყოფის მიმართ შურისძიება არ მოვინდომოთ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უფალს ვერ მსგავსებით და ეს არის როგორც საზღვისი ჩვენი ცხოვრებისა. რომ ხატების ხალხი ხმილი და მსგავსებისა მე ხატება არის შენში მსგავსებას მიაღწია. შენ თავისუფლებით მოინდომე, ან თავისუფლების საფუძველი ამ შემთხვევაში ჭეშმარიტ რწმენა და სიყვარული უფლისა. აი სწორედ ეს ჩვენ თომა მოციქულს აი ცხოვრებაში ხედავთ ამას და პავლე მოციქულს და ყველა წმინდანის ცხოვრებაში. ასე რომ გახსოვდეთ რომ ეს არის საზღვრის ცხოვრებისა. თორემ დღეს უამრავი სასტურია მსოფლიოში. რომ ოღონდ ეკლესიაში არ მიხვიდეთ და დანარჩენი ყველაფერი სიამოვნება, სიხარულის, მოგზაურობა, სანახაობები, სერიალები, ყველაფერი. რას იტენ? ვერაფერს ვერ იტენ იქიდან. ნო, ის არის რატოც არიელი? ადამიანის მოგონილია. იმას მადლი ცხოვრება არ გაჩნია. იმას მადლი არ აქვს. სერიალს ქმნიან ადამიანები. რომანებს წერენ ადამიანები. როგორი? ჩვენ ცოდვილი ადამიანები. მაგრამ რამდენად კარგად იციან ეს ცოდვა როგორ მოქმედებს, ამიტომ ლამაზად ამას ყველასა ხატავენ და მიმზიდველი არის. ცნობის მოყავს აზრობ შენში. აი სერიალს შეექმნება, შემდეგ რეიქნება, მაგრამ მე ცარი რჩები. რატო? თუ იქ სიცოცხლე არ არის. დამთავრდა ეს სერია და შენ როგორ უნდა იცხოვრო? შენ როგორ იცხოვრო? არ იცი. როგორ უნდა იცხოვრო შენ? უფალმა დაგანახა. უფალი ამიტომ მოვიდა ქვეყანაზე. მაგალითი მოგცა და არა მარტო მადლი და ძალა სულწინის მადლისა რომ ჩვენ შევძლოთ ესე ცხოვრება. მეთა ძალა მოგცა და შეგარდლებინოთ და გახსოვდეთ ჩვენთან არს ღმერთი. არს დაიყოს.